იმის გამო, რომ წინაღამით გვიან ჩამოვედით, რეალურად დილით ვნახეთ თურმე რა ლამაზ ადგილას ყოფილვართ. დილით გავამზადეთ YouTube-ის ვლოგისთვის ვიდეოები გადავიღეთ და წამოვედით თბილისისკენ. ბიჭები მოტოვებით წინ წავიდნენ და ჩვენ მანქანით უკან მივყვებოდით. წინა დღისგან განსხვავებით გზას და სიჩქარეს ცოტა გავუთამამდით და 20-ის მაგივრად 25-ით ვიარეთ. ამიტომაც პირველი სურპრიზიც მალევე გამოჩნდა. ძალიან ლამაზი ხედების ფონზე ეს რო დაგემართება. ხო, კარგია. ამის გამო სათადარიგო საბურავი დავაყენეთ, რომელიც თურმე ასევე გაფუჭებული იყო და ყოველ 5 წუთში გაჩერება და გადაბერვა გვიწევდა. გზაში მალევე შექმნან უცხოელი მოტომოგზაურები, რომლებიც წინა დღესაც ვნახეთ. ერთ-ერთს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და 5 საათზე მეტი ესე იწვოდა სასწრაფოზე ელოდებოდა. აი, პიჭი რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ახლა მოყავს პოლიციის მანქანას. ამასობაში მეორე სურპრიზის დროც დადგა. მოტოზე კენჭმა კარტერი გაგვიხეთქა და ზეცხრიდით, რის გამოც მისი გაჩერება და მისამალზე დაბმა მოგვიწია. მაგრამ ეგ ყველაფერი არ იყო. რამდენიმე წუთში წინა მარცხენა და სათადარიგო საბურავიც გაგვისკდა და მარცხნივ აღარც ერთი საბურავი აღარ გვქონდა. თან ეს ყველაფერი ისეთ ადგილას ხდებოდა, სადაც ტელეფონებიც არ იჭერდა. სათადარიგოც გაგვისკდა. ეს საბურავიც არასათადარიგოც გაგვისკდა და თან ისე ხوار ვიდგებოდით, კაციშვილი არ დადის. ამ დროს ამ გზაზე და ვიარეთ რა, ვიგორავეთ და დავფლითეთ მთელი საბურავი, დისკებით გავაფუჭეთ რა თქმა უნდა. ეხლა ველოდებით ჩვენს მეგობრებს გაგიკვირდებათ და არც ამით დამთავრებული სიურპრიზები. ხوارბადა. აქ არის ჩვენი მანქანა და იქ დაგვრჩა მისაბმელი. აი ხარშო. ესე ჩაყავთ თბილისამდე? რა თქმა უნდა მოგვიწია მისაბმელი და მოტო იქვე გზაზე დაგვეტოვებინა. ამასობაში ისეთ ადგილამდე ჩამოვგორდით, სადაც უკვე გამვლელი მანქანებიც მოძრაობდნენ და ორი კეთილი ბიჭი დაგვეხმარა ერთ-ერთი დისკის ადგილობრივ ვულკანიზაციამდე მიტანაში. თავიანთი დანგრატიც გვათხოვეს, რადგან გაგიკვირდებათ და ჩვენი გაგვიტყდა. ცოტა ხანში ჩვენი მეგობარიც ჩამოვიდა ჩვენივე Ford Transit-ით, რომლითაც მივბრუნდით უკან მისაბმელთან და მოტოსთან. შევსვით საბარგულში ჯერ მისაბმელი, შემდეგ მოტო და ზედ დავაბით და ასე ჩამოვიყვანეთ თელავამდე. გათენებამდე რამდენიმე საათი მანქანაში გვეძინა და როგორც კი ვულკანიზაციები გაიხსნა, გამოვცვალეთ დანარჩენი საბურავებიც და ჩამოვახციეთ თბილისს.